მოგესალმებით. მე რადიდოლიძე ვარ. ახლა დილის 6 საათია და მივემგზავრებით შარახევში სანაპირო შავში კლუბ ლეგიონთან ერთად. ყოველთვის ესე არის დილის 6 საათი შეკრება არის კლუბში. მე ერთი კოლონა წავალთ შარახევის. იმედია დღეს ლამაზ ნადირობას ვიხილავთ და მინდა უბრალოდ გაგაცნოთ ერთი კარგი დღე კლუბ ლეგიონთან ერთად ნადირობა. აბა ახოკაზე ვარ იქ. ჩაერთეთ უკვე რაციები? როგორც ეხლა გაუნაწილდით. გადავეწყოთ უკვე. ბანკანებში ერთ კოლონად დავიძრებით შარახევისკენ, მაგრამ შარახევამდე მექნება 2-3 გაჩერება. ჩვენი რიტუალი არის ასე რომ ითქვას. აი მედია დღეს ჩვენი მეგობრები გემრიელობებს შეგვთავაზებენ და ნადირობის მერე კარგია ნადირობა და მაგრამ ყოველთვის რაღაც გემრიელობას აკეთებენ. შემოვედით უკვე შარახევში. სოფელი შარახევი არის აქა და მდინარე გვაქვს შარაულა ესეთი. აი ეს პატარა მდინარე წარმოიდგინეთ. შეიძლება უცბად იმხელა მოვარდეს, რომ წაიგოს ყველაფერი. ფაქტიურად გზაც უკვე აღარ იყო და ძალიან დიდი შრომა ჩადეს ბიჭებმა, რომ აქ გზა გაეკეთებინათ იმწერ. ახლავე სამჯერ მაინც მოვარდა ეს პატარა მდინარე იმხელა, რომ წალეკა აბსოლუტურად ყველაფერი დათაკითხა. მოკლედ დიდი შრომა არის აქ შეგებული ძალიან. პატარა მდინარეს კიდე აემხელა ძალა აქვს, რომ პერიოდულად გაიგიშებს თავს და ამით რაც შეეხება სამწუხაროდ დღეს არც თუ ისე სახარბიელო ამინდი გვაქვს. წვიმს ტალახი არის, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ გადაიღებს წვიმა. და შევძლებთ უკვე ნადირობას. რას ვიზამთ ეს ნადირობა არის ხან ისე არის, ხან ასე. ამინდი პროგრამაზე არის. ამინდზე ვარ ფაქტიურად დამოკიდებულები და უნდადის ბედს ხშირ შემთხვევაში ამინდიც წვეთს. ჩამოვედით ჩვენ სამონადირო მეურნეობაში შარახევში. როგორც აღვნიშნე გადაცემის დაწყების წინ ლეგიონთან ერთად ნადირობთ. ამინდი არც თუ ისე სახარბიელო, მაგრამ თვითონ ახლა გადაიღო ცრის დიდად არ გვაშვინებს ამინდი. ეს არის ჩვენი ხოხი, ეგრეთ წოდებული. შიგნით არიან უკვე ბიჭების შესულები და ემზადებიან. აქ თითოეული ჩვენთაგანი თავის ფუნქციას ასრულებს. ზოგი ხეს შეშას ჭრის, ზოგი საჭმელს აკეთებს, ზოგი ღვინოს ასხავს. და მოკლედ ეს უყუროს განაწილებული აქვს თავისი საქმე. შიგნით შევიდეთ, ბიჭები უკვე ემზადებიან საუბრისთვის. აუცილებელია დილის საუბრը, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით რამდენი ხანი ვიქნებით ნომრებში გაჩერებული. აი, როგორც აღვნიშნე, ვიდით ვაცილებ. ესენი უნდა იმასაკეთონ რა გადაალაგე დავხარე მაგიდაზე ესენი და დავიწყოთ ჩვენი იმისთან ამბიობიავიარეთ შარი რო გახედავ მეზობლის ქალის ფოხანა უნდა ჩანდეს არგენტინაზე უნდა იყო ხო ეს რამდენი არის 4 5 და 5 რამდენი გამოვიდა და გავოგივი და ავხელობდი 14-ის გარდა კიდე რატო გამოვიდა ძალიან დღეში გადაიღე სარეკი ერთადიან დღეში გამოვიდა აქედა რა სრულ აკი პატრონია ერეგოსია ბლოკირება აქვს ბაბუდა ტრაკი რო გადაუგდო ვეღარ ამოა გადააგდებს ხერხი მანქანასა და არ მინდა ეგეთი რაღაცა
ეს ხო იცით რა უდელმანობით ზაჭი გავკი როგორ შეიძლება რა იყო იესო მაგდალა მეთქი მაშინაც იყო ზაჭი გავკები და თქვა შეიძლება თქო აბა ყვესაბედით უნდა რავი ბაბუება ხდება ქუდები და ფეხზე რა წავადგე და თხოვნები შეიძლება და ქუდები და ფეხზე აბა მამაო ჩვენო რომელი ხარ საათაშინა წმინდა იყავ სახელი შენი მოვედი სუფევა შენი იყავ ნება შენი ვითარცა საათაშინა ეგრეცა ქვეყანასაზე და პური ჩვენი არსობისა მოგვეჩვენ დღეს და მოგვიტევეთ ჩვენთან ანადებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შეგვიყვანებთ ჩვენგან საცდილსა არამედ ვიხსენ ჩვენ ბოლოტისაგან ამინ და იქაც დავაყენებ ის კალმახი რო გავუშვით იქაც შეიძლება გადმოვიდეს კიდე რო გადმოვიდეს და გადმოვიდეს ისე რატო გეუბნები ცირო იქიდან ზამანო წამოიყვანა ხო ჩამოიყვანა ლამის ქემოთ ველოდებოდი მაგრამ მე გადაიყვანეს ესე პატარა იაღნიში გვაქვს ახლა ბაბუს დარჩა GPS-ები დაღლები დაღლები შეიძლება დაუყაროთ იმ შემთხვევაში თუ ვერ ჩაიკეტა კარგად გადირი გარბის ქვევით ინსტრუქტორში წავიკითხეთ უსაფრთხოება აუცილებელია სტაფილოსფერები უნდა გვეცოს უყურავს რაციები თავისთავად რომ ტელეფონი აქ არიჭერს ეხლა ლოკაცია შევიცვალებ და მაგ არავიდეთ მეორე მორიგო უნდა გავაკეთოთ ძევით ცოტა გაგვიჭირდება იმიტომ რომ ქვები არის ჩამოყრილი და ეს ქვები ეს გზები გზა უნდა გავწმინდოთ რომ მანქანით შეძლოთ რადგილამდე მისვლა ნახოთ რა იქნება მეც არ ყოფილვარ წელს უკვე წელს სანადიროთ იქ და შევხედოთ რა იმედია გავწმინდოთ გზას და მივოთ არიშნურების ადგილას ზოობას დაიწყო. ქვებს ყრის ახლა ლერი. მოვედით. პატარა დაბრკოლებები მქონდა, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, გაუწმინდეთ გზა. მოვახციეთ ახლა ეს არის ჩვენი ლოკაციის ადგილი, აქ გავაკეთეთ ბორეკვას. ნახევარი სარეკი იქიდან შევა, ნახევარი იქიდან, მოკლედ ორი მხრიდან ვირეკებით რა. იქ მხრიდან ახლა დინე პიკაპი რო დაიძრა. მერე ბაბურუ ამოვა, აუქებ ყველადაც დაიმსა, ყველადაც კი არა. მოგა ქუჩას დაიმას სპორტად იქ და ბაბუ იარჩა. აი ეს ზევით რა ბილით ხო ხედავ რო ასდეს და აი ამის ზევით ერთი კაცი ახალი ნატარია შეხედავ კვალი არის ახალი კვალი არის მოდი და ჩამოსული ეხლა ნომრებს ვანაწილებთ აგზედა ნომერი 4 მონადირი ვარ დარჩენილები კლიანი ფერდი უნდა ჩავკეტოთ დაანჩენ ჩვენი მეგობარი ჭალაში დგება და ჭალას კეტავს. ეხლა პირველ ნომერი აქია. პირველ ნომერს მან დავაყენებ და მოკლედ დღეს კურთხევა გვაქვს ტაცებელზე სროლის. კერძოდ მგელზე ტურაც გამოჩნდა თქვენ წარმოიდგინეთ ამ სიმაღლეზე არ იყო აქამდე ტურა გამოჩენილი, მაგრამ ტურაც გამოჩნდა და თუ გამოვიდა რქიანი ხო კარგი თუ არ ასე აქ თავზე გადმოსვა სარულებია.
ძალიან ბევრი გლის კვალი არის. ველია ბევრი შემოსული ძალიან და აქ ურობას ეს ველი ძალიან არ უყურს, ნუ ხშირად ძაღლებს გვიჭამენ. ეხლა მორეკვამას გლის კვლები ნახა, აქეთკენაც გვლები ნახეთ. დალოცვილი ცხოველის შვილის ახალი ნატარი არის, ეს ცურცლები არის შვილისა და მეახლოებით 5-6 წლის სული არის აქა შემოსული. ჩვენი ინტერესი ხა ნაკლებად არის შველი უფრო დაწებაზე გვაქვს ორიენტირი და თუ ერთი რქიანი გამო ერთი რქიანი შეიძლება ლიცენზია გვაქვს მაგაზე. ნახოთ. ფაქტიურად უკვე ბოლო ნომრებში ვართ ამოსულები. თლიანი პერიმეტრი არის ახლა გამაგრებული ქვევით. რუსული გეაბრაზნათ არის ასე რომ ითქვას ჩაკეტილი და შანსი არ უნდა კონდეს ეს დარიგით ნაკის გასვლის. რა ხდება არტურ, ასული ვარ მე ფაქტიურად უკვე და აქ არის ბევრი კვალი და ამ კვალზე ხო არ გაუჩერდეთ ხო მაგას ვფიქრობ. წაღლები გაზდება, ყურადღება, წაღლები გაზდება. ისლი ჩამოწოხებულობა ფაქტიურად არა გვაქვს. ჩვენ ზევითავთ ბოლო ნომერში ამოსულები. მორეკვაც ხვაურით მოუყვება. დაველოდოთ იმედია წაღლების დევნას მოვისმენთ და პატარა ხეირსაც ნახავთ. ანესე უნდა წამოიყვანო ჩვენ ქვევით ხევში. კახა შაფაკიძე, ყველასათვის საყვარელი მონადირე, ზედბეთ სახელობის ბაბუ, აქაურობის ბატონ პატრონი და ჩემი კარგი მეგობარი. მადლობა გეონელისთვის, ლამაზი დღე გვაჩუქე. მიდეთი ორი სიტყვით ლეგიონზე რო ვისაუბროთ, ყველამ კარგად იცის, მაგრამ მაინც და შარახებზე რა. შეგინაცო, რა გაიგაცი რა. ჩემი მეგობარი და პამიტის წერილი გადავიდა რა. მოგესალმებით უყელა და რა ქვია, რატის აყურებელს, ხო? ესე არის, ხო, მარტო. რა მე აი კარგი დღე არის. ამინდი კარგია, შეხაცება, საზოგადოება გადასავალი, სამეგობრო, საავტომობილო, სტუმრების პროფესიონალის. და ლეგიონის გამოსვლა არის, აქა გასვლა არის, უბრალოდ და ლიცენზირებული ნადირობა არის. და ეს პედაგოგ გრუპუნეს სამოვაქციეთ კიდე. და ეხლა მეორე გაყოფილება იწყება შემაჩერება ბატონი და ფიქრობ რომ ითამადო კარგი იქნება. რა სიტყვა რა? ო შეგენაც ვარ. აუცილებლად ძალიან ხო ბაბურო თქვა ეს წარწერები არის, აი ძალიან სიმბოლური და რასაც დაკავშირებით არის ეს წარწერები და რა. ხო რა მე ვფიქრობ რომ ეს დაწყებული გზიდან, დაწყებული სახლიდან, ქოხიდან, რა ყველაფერი ჩვენი გაკეთებული. ხო რა ვიცი ეს წარწერები ძეგლი არის რა. ცარი ნაყოფი წერება აქ იქნება დარჩება და ხალხი ვამბო ნახავს ვინდადის როგორ არის და ასე შემდეგ რა. მინაწერიც იქნება ვინდა რა ხო მოემზადება ხო თამადობა მოგიზავს ყველა ვარიანტში რა. მე ხო უნდა მოგხედო თქვენ და რაღაცაა მოგემსახვა. ისა რა ქვია დანტე აი ნამდვილი მეგობარი მინდა გადავიღოთ რა. ასე მითხრა რომ მამუ შენო სუსტი თვალები გახსოვ და ხავს მე დავჭირე და გადაიგე ჩემი გმირის მაგაზი. აი კიდე ჩემი ზვაკაცი მეგობარი რა არის და პივის მაშინ აი რა არის და აი ვიყვაც. მოკლედ მოდი გადავიდეთ და პატარა კულინარიულ თემებსაც შემოგთავაზებთ. წვადის შეწოს და ასე შემდეგ. ბატონო ჩაშუჭულის მექნება ლებია აურმაც იქნება და რაღაცა მენიუ
საყვარელი პროცესი ჩემი. ბაბუ, ხინკლის ამოღება. ჭამო. მაგაჩო გებრიელეს კინკალი არის დაგვიდება. ველოდები აი ამ დებისანი ამას. არაფერი არ მიჭამია სპეციალურად. ტრადიციას გავაკეთებ რა. არტო სადახაც რო ახლა რავი სალეკი წაღლები ორგანიზება ოჯახობა კარგობა დია ალიაშვილის სიტყვა კარგობა